მადონა, პოპ დივა, ნამდვილი ქალღმერთი, გაბედული ქალბატონი და სოციალურ თუ პოლიტიკურ საკითხებში ერთობ აქტიურად ჩართული ადამიანი გახლავთ. მისი განცხადებები ხშირად მსმენელებში თუ ტურნეს ფარგლებში მყოფი ქვეყნების ხელისუფლებაში დიდ აჟიოტაჟს, პროტესტის ტალღას და სასამართლო გარჩევებსაც კი იწვევს. ამჯერად ლუიზა ჩიკონეს პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან შეექმნა. როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ 2012 წელს მადონას უფლება სულაც არ ჰქონდა რუსეთში კონცერტები ჩაეტარებინა. ამის მიზეზი კი მისი ვიზაა. პოპის დედოფალს სამუშაო ვიზა არ გააჩნდა. მისი ნებართვა მხოლოდ კულტურული კავშირების გაღრმავებას მოიცავდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომღერალს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ტერიტორიაზე არანაირი კომერციული საქმიანობა არ უნდა ეწარმოებინა. არადა შემსრულებლის ვიზიტი სწორედაც რომ ზე კომერციული გამოვიდა. მადონას სრულიად შესაძლებელია კულტურის მინისტრის მოთხოვნით 800,000 რუბლით დააჯარიმონ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა რუსეთის ფედერაცია შემსრულებლისათვის ამ თანხის დაკისრებას. სხვადასხვა მისი რუსული ვიზიტები ყოველთვის სკანდალებს იწვევს. სანქტ-პეტერბურგში გამართული კონცერტის დროს მომღერალმა ფანებს მოუწოდა ვარდისფერ სამაჯურიანი ხელების სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერად ზემოთ აღემართათ. არსებული კანონის მიხედვით კი ფედერაციის ფარგლებში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კატეგორიულად იკრძალება. კანონის ავტორმა მილონოვმა კატეგორიულად მოითხოვა პოპ ვარსკვლავის დაჯარიმება. თუმცა შემსრულებლის სახლში მისული საჯარიმო ფურცლის შესახებ არაფერი გვსმენია და დიდი ეჭვი გვაქვს მადონას არც ბოლო ინციდენტის გამო მოუწევს თავისი ფინანსების რუბლებში გადახურდავება და მოსკოვში გაგზავნა. საწყალი რიანა საწყალი ლეიდი გაგას გზას დაადგა. მართალია მისთვის ჯერ ოქროს ეტლის შეკვეთა საჭირო არ გამხდარა, თუმცა თავისი კოლეგის არ იყოს შემსრულებელს კონცერტის გაუქმება მოუწია. რირიმ ტექსასელ ფანებს დიდი ბოდიში მოუხადა და ჰიუსტონში ორშაბათს დაგეგმილი შოუ გააუქმა. თუმცა მოუწოდა ბილეთები შეინახონ, რადგან გამჯამრთელებისთანავე კონცერტის აღდგენას აპირებს. რიანას მომღერლებისათვის ერთობ დამახასიათებელი, თუმცა საკმაოდ უსიამოვნო დაავადება შეეყარა, ლარინგიტი ანუ ხორხის ანთება. ამ დროისათვის შემსრულებელი მკურნალობის კურსს გადის და გამჯამრთელების გზას ადგას. მას მხოლოდ ერთი კონცერტის გადადება მოუწია და სამშაბათის შოუ კვლავ დღის წესრიგში დატოვა. რიანა უკვე კარგახანია ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში თავისი და კრის ბრაუნის გაურკვეველი და usახელო ურთიერთობის გამო ექცევა. წყვილის მიერ აღდგენილი რომანის გრძელვადიანობაში ეჭვი თავიდანვე შეიტანეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ბედნიერად გამოიყურებოდნენ. რირი სოციალურ ქსელებში ბოიფრენდთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავდა. წყვილი ერთად ჩნდებოდა დაჯილდოებებსა და კონცერტებზე. ამის შემდეგ მათ შორის თითქოს შავმაგატამ გაირბინა. შემდეგ კრისი ქერალ ამაზმანთან ერთადაც გამოიჭირეს, თუმცა მომღერალმა ურთიერთობის დასრულება კატეგორიულად უარყო. დაატეხილი პანიკის შემდეგ სოციალურ ქსელში შეყვარებულების კიდევ ერთი ერთობლივი ფოტო გამოჩნდა. ამის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს კრისი და რიანა ამ ზაფხულს ქორწილის გადახდასაც კი აპირებენ. ცერემონიალის ჩატარებას წყვილი რირის მშობლიურ კუნძულზე გეგმავს. ხმები ჯერ არ დადასტურებულად. შემსრულებლებმა ურთიერთობა ხომ ჯერ კიდევ 2008-ში დაიწყეს. მართალია მათ შორის 2009 წელს შავმაგატამ გაირბინა. უბრალოდ ეს კრისის მუშტმა გაირბინა რიანას სახეზე. თუმცა ქალმა ყველაფერი აპატია და 2012-ის ბოლოს ვარსკვლავები კიდევ ერთხელ იქცნენ შოუ ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჭორაო თემად. ოზი ოსბორნისა და მისი მეუღლის შერონის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ დგას, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა თუ ამ ძიმე სიტუაციაში წყვილს კიდევ ერთი პრობლემა დაემატებოდა. მოკლედ, TMZ-ის ცნობით ლეგენდარული როკერი Black Sabbath-ელი ოზი სულ მალე თავისუფალი კაცის სტატუსით ისარგებლებს. ტაბლოიდის მტკიცებით წყვილი უკვე რამდენიმე დღეა ცალ-ცალკე ცხოვრობს. შერონმა ბევერლი ჰილტონში ოთახი იქირავა და მეუღლის სახელის გაგონებაც არ სურს. წყვილის ოფიციალური წარმომადგენლები ამ თემაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ამერიკაში უზომოდ პოპულარული ოჯახის შვილი ჯეკი გავრცელებულ ხმებს დიდ სისულელეს უწოდებს. სანამ წყვილის ურთიერთობა გაირკვევა, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ 31 წლიანი ქორწინების განმავლობაში შერონსა და ოზის ამდენი უბედურება თავს არ დასტეხიათ, რაც ბოლო პერიოდში დაემართათ. საქმე იმაშია, რომ მათ ვაჟს ჯეკს გაფანტული სკლეროზი აღმოაჩნდა. სწორედ მაშინ, როცა ბიჭი ცხოვრების არაჯანსაღ სტილს შეეშვა, ცოლი მოიყვანა და მამაც გახდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. თუმცა იქამდე სანამ უმცროსმა ოსბორნმა ერთ დღეს არ იგრძნო, რომ ხევდელობა საგრძნობლად გაუუარეს და ის მაშინვე ექიმთან გაიქცა და საშინელმა დიაგნოზმაც არ დააღოვნა. თითქოს ვაჟის გაჭირვება არ ეყოფოდათ. რამდენიმე კვირის წინ სასწრაფო დახმარების გამოძახება ახლა მათ ქალიშვილს ქელის დასჭირდა, რომელიც გადაცემის ჩაწერისას ცუდად გახდა და გული წაუვიდა. საბედნიეროდ ქელის მდგომარეობას საგანგაშო ნამდვილად არ ეთქმის და მის ჯანმრთელობასაც საფრთხე არ ემუქრება.
ოზი და შერონი აგერ უკვე 31 წელია ერთად ცხოვრობენ. წლების წინ და ახლა უზომოდ პოპულარული როკ მუსიკოსი და მისი მეუღლე ყოველთვის ექცეოდნენ მასმედიის ყურადღების ცენტრში. თუმცა მათი ოჯახის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას მერე გაიზარდა, რაც წყვილის ცხოვრებაზე შექმნილი რეალიტი შოუს ჩვენება დაიწყო. გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა შერონმა ცალკე გადასვლა, ან და რეალურია თუ არა ცოლ-ქმრის დაშორების ამბავი. თუმცა იმედია, ესეც მორიგი ყვითელი ჭორი იქნება და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ორიგინალური წყვილი კვლავ ერთად გააგრძელებს ცხოვრებას. კიმ კარდაშიანმა საერთოდ არაფერი რომ არ გააკეთოს, მასზე მაინც ყველა ილაპარაკებს. მისი ორსულობის გამო, ან იმ მიზეზით რომ საშინლად გასუქდა, ან და უბრალოდ ტელეშოუების ვარსკვლავი ერთხელ მაინც გამოვა სახლიდან და მისი ჩაცმულობა ჩააგდებს შოქში მოდის კრიტიკოსებს. მოკლედ, კიმი განხილვისა და ქირქილის საყვარელი თემაა და არცაა გასაკვირი, ქალმა ფულის საკეთებლად სწორედ ეს გზა აირჩია. სულ ცოტა ხნის წინ კარდაშიანმა საკუთარი სუნამოს პრეზენტაცია მოაწყო. გლამ, ასე ქვია ნამუშევარს, რომლის მკურებასაც სულ მალე ყველა მსურველი შეძლებს. რაც შეეხება პრეზენტაციას, კიმმა ამ საპასუხისმგებლო დღისათვის წითელი კაბაში ერჩია. საშუალო სიგრძის 300 მის მუცელს უსვამდა ხაზს. პრინციპში ყველაფერი შედარებითია და ნამდვილად დაუნახაობა იქნებოდა იმის იმტკიცება, რომ კარდაშიანის ფეხმძიმობის პერიოდში ეს ჩაცმულობა მისთვის ყველაზე უარესი იყო. როგორც ჩანს, კრიტიკოსთა ყბაში მოხვედრის შემდეგ რეალიტი შოუების სტარმა ცოტა ჭკუა ისწავლა და მდგომარეობის და შესაბამისად დაიწყო შემოსვა. ბიონსე იდეალურ ფორმაშია. მისი მადისაღმძვრელი ვიზუალი ამჟამად სარეკლამო კამპანიაში H&M-მა გამოიყენა. 2013 წლის ზაფხული გარს მოგდგომია. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ყოველდღიურ ბრენდშიც საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია შექმნეს და სახედ R&B დივა აირჩიეს. გადაღებები ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობდა. ფოტოების ავტორები ინეს ვან ლამსვერდე და ვინუდ მატადინი გახლდნენ. ბიონსე პლაჟზე პოზირებს, როგორც ფოტოსესიის ავტორები ამბობენ, იმიჯის შერჩევაში თავად შემსრულებელმაც რამდენიმე შტრიხი დაამატა. საერთო ჯამში კი H&M-ი ვარსკვლავთან თანამშრომლობით უზომოდ კმაყოფილია. პრინციპში რატომაც არ უნდა იყოს, ბიონსეს სახელისა და ვიზუალის გამოყენება ხომ ნებისმიერი კომპანიისათვის წარმატების საწინდარია.